მადლობა ყველას. თქვენ ამილკა ტარამილკა სარხზე ხართ. დღეს კი ძალიან მაგარი დამალობანას გამოწვევა გვაქვს. ასეთ ვიდეოს ყოველ წელს ვიღებთ და ეს წელიც გამონაკლისი არ არის. ამილკა პირველად ვარ გადაღებებზე, ასე რომ მითხარი წესები, ვისაც პირველს ვიპოვი, შემდეგ რაუნდში ის მოძებნის და სასჯელიც ექნება. კარგი, მოდით სასჯელი მოვიფიქროთ მისთვის. სვისი საშინაო დავალების შესრულება შესანიშნავია. სულ რამდენიმე რაუნდი იქნება. გამარჯვებული ის იქნება, ვისაც ბოლოს ვიპოვე. გამარჯვებულისთვის პრიზი იქნება? დავალების შესრულება საკმარისი არაა? ვაუ, მოგების შემთხვევაში საშინაო დავალებას შემისრულებენ? მაშინ თანახმავარ. დავიწყოთ. ო და გამარჯვებული გევრიელ ნატნესას მიიღეთ. ვაშა! გონია რომ გაიმარჯვებ? კი, ეჭვი გეპარება. არა. ასე რომ როგორც ხვდებით, პირველ რაუნდში მე ვეძებ და თქვენ იმალებით. 5 წუთი გაქვთ. მე წავედი. ამელია, გადი ქუჩაში და ღობის გარეთ დაითვალე. გარეთ იყავი. კარგი, თქვენ მან დრო გეწურებათ. სახიდან გავმაგდეს. ჯანდაბა, ახლა როგორ შევალ? კარგი, ხუმრობ, გასაღები მაქვს აქ. თათვას ვიწყებ, დრო წავიდა. ახლა ძალიან რთული იქნება, რადგან თითქმის არც ერთი ადგილი არ ვიცი. გადავწყვიტე რომ სახლში არ დავალულიყავი, რადგან დასამალი საერთოდ არსად არ არის. ამიტომ ახლა ეზოში ადგილს მოვძებნი. თუ ახლა მგულშემატკივრობთ, დაწერეთ კომენტარებში. მერე შევამოწმებ რამდენი ვიქნებით. კარგი, გავიქცეთ. გონი დრო გავიდა. არ ვიცი, სად შეიძლება დავიმალო. პრინციპში შემიძლია თუ ის უკან დავიმალო. კარგი, არ ვიცი ახლა კარგი იდეა თუ არა. ანიანს თუ ის უკან დგას. ო, აქ ჩიტები არიან. რა ლამაზია. კარგი, ურადღა კარგი გვიფანტოს. რას ფიქრობთ? თუ მოვიგებთ, მაშინ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ, რომ მაქსი 100%-ით მოიგებს და საშინაო დავალებას არ შეასრულებს. ყველამ მიგულშემატკივრეთ. აქ როგორ დავიმალო? თუ აქ დავიმალები, გამოსაჩენი იქნება. მე აქ აუცილებლად დამინახავენ. ამიტომ ჯობს რომ არა. სახლში დამალვა არც კი განიხილება. ჩემი აზრით, ამელია ჯერ სახლს დაათვალიერებს. აი ბავშვებო, ადგილი ვიპოვე. აქ ჩანვარ. აქ მე აუცილებლად გამოვჩნდები. იქ უკვე ყველა იმალება. ძალიან მაგარი ადგილი ვიპოვე. არა, ამაზე არც კი იფიქროთ. ნაგავში არ დავიმალები. ამ პარკებს დავიფარებ და ნაგვისურმის უკან დავიმალები. ახლა კი ნამდვილად გონია რომ ამელკას საერთოდ ვეღარ მიპოვის მე. ეს ისეთი ადგილია, რომ საერთოდ ვერ შეამოწმებს. ეს უმაგრესი ადგილია. მოკლედ, ჯეროდეთ ჩემი. წავედი დასამალად. უკვე დავიმალე და გადავწყვიტე აქ შემოსულიყავი, სადაც ძირითადად ქეხები მიდგას. მერე რა, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ არავინ მიპოვოს, რადგან ვინმესთვის საშინაო დავალების გაკეთება ნამდვილად არ მინდა. მე ამას აუცილებლად არ გავაკეთებ. ეს მე არ მინდა. ეს კიტიკეტის ბლოგია. ამელია სადღაც იქეთაა. გარეგ დიდად არ თბილა. ამიტომ ალბათ სახლში დავიმალები. ალბათ ეს ჩემგან ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება იქნება. იქ თბილა და კომფორტულია. საპირფარეშოში ხომ არ დავიმალო? არა, ცოტა უაზროა. ო, კიტი, რა კიტი? დაკავებული ვარ, მე შენთვის ახლა ნამდვილად არ მსალია. განმარტოებულ ადგილას ვეძებ დასამალად. ხო, კიტი, დამეხმარე დასამალი ადგილის პოვნაში. და რატომ უნდა დაგეხმარო? ყველაზე დიდი ხანია რაც ამ არხზე ხარ. გამიგია შენზე რომ კეთილი ხარ და ყველას ეხმარები. და მერე რა? თუ გავიმარჯვებ, მე შენ ნაყინს გაგიყობ. კარგი, მაწყობს. ეს უკვე სხვანაირი ლაპარაკია. წავიდეთ. ვიპოვოთ შენთვის ადგილი. მეორე სართულზე ავიდეთ. იქ ბევრი დასამალი ადგილია. წავედით. კარგი. აი შენი ადგილიც. რა თქმა უნდა, ისეთი მაგარი არ არის, როგორც ჩემი. მაგრამ აქ დამალვა შეგიძლია. არა და შინლა დავიმალო? აქ ხომ ბნელა? შენ რა, სიბდერის გეშინია? კარგი, არა, მიდი, წადი. აი იქ ფანარია, შუქსიპოვი, წარმატებები. არ გამოხვიდე. ასე რომ მეგობრებო, მე დამალობანეს ოსტატი ვარ. ჩემთვის ეს ადვილია. მაგარი ადგილი ვიპოვე. ყველას გონია რომ ეს ძალიან უაზრო ადგილია, თუმცა სინამდვილეში ძალიან მაგარია. ისინი ძალიან ცდებიან. კარგი, როგორც ხედავთ, ფარდასთან მდგავარ. რაც იმას ნიშნავს, რომ აქ დავიმალები. აქ არავინ მომძებნის. და მე მოვიგებ. წარმატებები მისურვეთ. ისეთი უაზრო ადგილია, რომ დიდი ხანია აქ არავის მოუძებნია არავინ.
თქვენთან ბეტია. გამოწვევა უკვე დაიწყო. როგორც ხედავთ, და გადავწყვიტე კარადაში შემძვრალიყავი. რაშიც კითი დამეხმარა. მეორე მხრივ რომ შევხედოთ, ის ყველაზე დიდი ხანია რაც არხსია. აქ რა თქმა უნდა ბნელა, მაგრამ თან ფანარი მაქვს. და ვფიქრობ რომ ამ გამოწვევაში 100%-ით გავიმარჯვებ. ნახავთ, არ ვიცი, მეგობრები სადიმალებიან, მაგრამ მე ჩემთვის ისეთი მაგარი ადგილი ვიპოვე, კუთხეში დავდგები. აქ რაღაც კუთხეში ვდგავარ. აქ რაღაც კამი დგას, რომელიც ცოტა ხელს მიშლის. მაგრამ არა უშავს, მე ჯერჯერობით აქ კარგად ვარ. კარგი, ველოდებით. ფიქრობ რომ გონი ადგილის შესვლა არ მომიწერს. თუ თქვენ გახსოვთ ვინ იმალებოდა ამ ადგილას გასულ წელს, მაშინ დაწერეთ კომენტარებში. მორჩა, დრო გავიდა. მოვდივარ. ესე იგი, დარწმუნებული ვარ რომ ისინი ქუჩაშიც და სახლშიც იმალებიან, მაგრამ საიდან დავიწყო ძებნა? სახლით დავიწყებ, თორემ უკვე გავიყინე. მე უკვე დავიმალე, მეგობრებო, ეს ისეთი ადგილია, საიდანაც ამელკას დანახვა შემიძლია. დიდი უპირატესობა მაქვს. ამელკა სახლში შევიდა. მორჩა. ამ გამოწვევაში აუცილებლად პირველ ადგილს დავიკავებ. მაშასე. საპირფარეშო. მაგრამ ეს ვისი დასაცმელია? გასაგებია. და ოფისში? ვიში ეზო დივნის ქვეშ შეძრომა? კარგი. არა. ამელია გვეძებს. ის აქ სახლში მოდის. ჩუმად. მაგიდის ქვეშ ვერავის ვხედავ. ბალიშების ქვეშ ვერავინ დაეტევა. დივანშიც ვერავინ დაეტევა. ფარდების უკან? არა. აქ როგორ მიპოვე? ეს ისეთი მაგარი ადგილი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი იყო. ჯანდაბა, მეგონა იმუშავებდა. აქ რატომ დაიმალე, კიტი? პირველად თამაშობ დამალობანას? საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? არა, ეს მაგარი ადგილია. აქ ადრე არავინ ეძებდა ხოლმე, მაგრამ შეამოწმე. შესაძლოა უბრალოდ მე დიდი ხანია არ მითამაშია დამალობანა. ახლა ერთად გავაგზავნებთ ძებნას? რა თქმა უნდა, დამეხმარები, ხო? კი, წავედით. კარგი, ხომ არ დამაბნევ? არა, არ ვიცი სად იმალებიან. კარგი, საპირფარეშოში უკვე შევიხედე. იქ კარადებში იმალებიან. კი, შეიძლება მხოლოდ ნეპი შეტეულიყო. არა მგონია, მაგრამ ლეო შეეტეოდა, დაბალია. კარგი, მაგრამ აქ ნამდვილად ვერავინ შეეტეოდა. დარწმუნებული ხარ? წავიდეთ, გარეთ ვაუძებნოთ. წავიდეთ? კარგი, გარეთ, კარგი. მოიცადე, ამელკა, რას ფიქრობ, დაიმალებოდა ვინმე აუზში? რას ამბობ? იქ ალბათ ცივა. ამიტომაც არის ლეო ასეთი მამაცი. მაგიტომაც გონია რომ შეეძლო. შენ გონია იქ იქნება? არ ვიცი. მაგრამ რომელი ლეო და ბასეინი? ლეოს ხომ სულ არ შეუძლია. კარგი. გონია რომ მაბნევ. იქნებ ვინმე მართლა დაიმალა აუზში? არა. ნაძვის ხეების უკან უნდა მოვძებნოთ. მოდი შევამოწმოთ. არ მინდა წაგება. ბოლო მინდა და ყოფილიყავი. ბოლოს წინაც კარგი იქნებოდა. რადგან არ მინდა რომ პირველი მე მიპოვონ. კარგი, მათი ხმა მესმის. მე ახლა ძალიან ჩუმად უნდა ვიყო. მე ცოტა უფრო ჭკვიანი ვარ შენზე, რომ ნაძვის ხეების უკან ან ფარდების უკან დავმალულიყავი. ფარდების უკანაც მაგარი ადგილია. ახლა ვიღაცას ვიპოვით და მის საყონელადაც მივდივართ. აი, ახლა ვიღაცას ვიპოვით. ფრთხილად იყავით, ჩვენ ახლა გიპოვით. იქ ვიღაც ძრება. აი, იქ მებაღეა. კარგი, იქნებ მართ წაიმალებოდა ნაძვის ხეების უკან ვინმე? გადაწყვიტე, ხომ მათი დახმარება? ამას არავინ არ იფიქრებდა. მე არც კი ვიცი, სად იმალებიან ისინი. მახსოვს აქ ვიღაც იმალებოდა. აქ ნამდვილად არავინ არ არის. არავინ არ არის? დარწმუნებული ხარ რომ აქ არავინაა? ნამდვილად? 1 2 3
კარგი. აქ კარგი. აქ სივინძურია. აქ ხოლოდ აუზის რაღაც ნივთები არის. ხო, მართლაც არავინ არ ყოფილა აქ. კარგი, გავაგზავნოთ. გონი აქ არავინაა. აქ არავინაა. არის. ნახოთ, იქნებ რაიმე წერია. კუკუშიკი. მიპოვეს. ამიტომაც მე ბოლო არ ვარ. მე კიდე მეგონა რომ კიტი ჩემი გონების აბნევას ცდილობდა. მან გადაწყვიტა რომ ფარდის უკან დამალულიყო, მაგრამ მე იგი ძალიან უბრალოდ ვიპოვე. მეგობრებო, მე ხომ გითხარით რომ საერთოდ ვერ მიპოვიდნენ. სამწუხაროა რომ მიპოვეს. უბრალოდ გაგიმართლა. კი. უბრალოდ გარეთ შემცირდა. ერთადერთი შემთხვევა არის. მაგრამ პირველი მე არ უპოვი ვარ. დიახ, ასე რომ საკუთარ თავზე მედლებს თუ ჩამოიკიდებ. არ ვკიდებ ჩემ თავს მედლებს. მეგობრებო, 10 წუთი გავიდა გამოწვევის დაწყებიდან. და ახლა მინდა გითხრათ, როგორ ვართვევ თავს და როგორ ვარ. პირველ რიგში და რა თქმა ვერ მიპოვეს. ძალიან კარგი ადგილი მაქვს. ასე რომ აქ ძალიან კომფორტულია. ფანარის მაქვს. რადგან ისიც რომ სიმღერის მეშინია. კარგით, ახლა დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს ამ გამოწვევაში? კიტი და მაქსი. ან ერთ-ერთი მათგანი იპოვეს, მაგრამ მე ჯერ კიდევ ვერა. ძალიან მიხარია და თანაც მესმის როგორ ლაპარაკობენ, როგორც კიტი ასევე ამერიაც. გული ისე ძვიერად მიცემს. იქნებ ლეო სათმე აქ დაიმალა? მიდი ხო, აი იქ ნახე. ამ სვენში ხო? კარგი, მაგრამ აქ არავინაა. შეხედე ვინ ვიპოვეთ. კარგი, ეს ხომ პეტია? კარგი, პეტია, მორჩა, პეტია თავის ადგილასაა. და პეტიას გარდა აქ აღარავინაა. ამიტომ გავაგზავნოთ. აქ ვიღაც არის. აქ ვიღაც ცოცხალი არის. გახსოვს გასულზას აქ ვინ იმალებოდა? რა თქმა უნდა, ლეო იმალებოდა. მაშინ აქ სწორედ ლეო იყო დამალული. ფერტ აქ ვითხარი სად არიან დანარჩენები? სად? გასაგებია. ფერტამ თავადაც არ იცის. არაფერს გვეტყვის. მე რა? მოიცადე და აქ რა არის საერთოდ? ცოცხალია? ვიღაცა? აქ ვიღაც არის. კი, ეს პეტიას ძმა. აქ სუნთქვის ხველებია? აქ თურმე ლეო იმალებოდა. ლეო, შენ პირველი გიპოვეს. ჯანდაბა, მე პირველი ვარ. პირველი არა. მე ვარ პირველია. არ ვიცი, მაგრამ იქნებ მანქანაში მაინც შევიხედოთ. გონი, ხოლო ჯინი და ბერტა დაგვრჩა. საბარბულში არავინაა. აქაც არავინაა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ ხომ მეორე მანქანას გვაქვს. ნახოთ. აბა, და როგორ ჩანს იქ ვიღაცამ უკვე იცის ვინ არის აქ. აბა ვნახოთ შევამოწმოთ აქ. კი ბატონო, ტელეფონშიც ჩანს. ეს ჯინია. ჯინი, გამარჯობა, გამოდი, შეხედე. აქ ყველაფერი უმაღლესი კლასის გვაქვს, არა? კი, უბრალოდ პრეზიდენტის ლუქსივითაა. მე გავიგე რომ კიტი პირველი იპოვეს. პირველი კიტია. ალბათ საშინაო დავალების შესრულებას აპირებ, ხო? შენ თვითონ დაწერ საშინაო დავალებას. ჩვენ შენთვისაც ვწევდით და მოგვიანებით შენთან ერთადაც კი ვსწავლობდით. თუ ბეტი ვერ ვიპოვეთ, ესე იგი ცუდად გვექნება საქმე. ხო, ბეტი ვერ ვიპოვეთ. იქნებ ვინმე დაეხმარა მას? და აქ არავინ არ არის? არა. იქ ნამდვილად არავინაა. დარწმუნებული ვარ. სად შეიძლება რომ იყოს? მე თვითონაც არ ვიცი. არ ვიცი. მეც მასე ვარ. მგონი სადღაც დარწმუნებული ვარ სადღაც ქუჩაშია. ქუჩაში ნამდვილად არა. დარწმუნებული ვარ სადღაც გარეთაა. შემიძლია მინიშნება მოგცეთ. ის სახლშია და შენ საიდან იცი ეს? კიტიმ დამაბნია. ის ამბობს რომ იქ არავინაა. ფაქტია რომ ჩვენ სახლში ერთად შევედით. მეც ხომ სახლში ვიმალებოდი. მართალია ის ჩემთან ერთად იყო და სახლში ცდილობდა დამალვას და მერე მე გამოვედი. მან დამაბნია. მან მითხრა რომ კარგი, გარეთ გავიდეთო. კარგი, მოდი ჯერ ოთახში შევამოწმოთ რამე. ახლა კი მოდი აბაძანა ვნახოთ. აქ არავინ არ არის. ისე ოფისში ხომ არ არის შემთხვევით ვინმე? იქ ნამდვილად ვერავინ ვერ ჩაეტეოდა. მე ჩავეტეოდი. და იქნებ საერთოდ აქ უნდა ვეძებოთ? ეს ჩვენი საყვარელი ადგილია. ყველას უყვარს იქ დამალვა. ჩვენი ჩემოდანი, მგონი აქ არის. ფარდების უკან კი არავინაა. მაგრამ ამ ფარდის უკანაც არავინაა. და აქაც არავინაა.
კარგი. წადი ლეო. არ შემაწუხო. დადადამ, 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 დადადამ. ხომ ხედავ, შენ ბოლო ხარ. ბოლო? როგორც ხედავ კირი. ფაქტია რომ მე დასამალად ძალიან სუგესტილი ავირჩი. კიტი, შენი ყველაზე უარესი იყო. მართალი ხარ ამელკა, მაგრამ ბედიმ თავისთვის კარგი აირჩია. ასე რომ პირველ რაუნდში ბედიმ გაიმარჯვა. კიტიმ კი წააგო. კარგი. გახსოვს ჩვენ რო შევთანხმდით, როცა მთხოვეთ, ამალოში დაგხმარებოდი. ო, რაც შეეხება ნაყინს, იცი რა, მე ამას საერთოდ არ შეგვირები ვარ. გესმით? დაწერეთ კომენტარებში შენ პირდა თუ არა. მატყუებს, ხედავთ ხო? ეს სიმართლე არ არის. მეგობრებო, მითხარით ეს სიმართლეა? თქვენ კარგად იცით რომ მე მას ნაყინს არ დავპირები ვარ. მორჩა, ჩვენ აღარ ვართ შენი მეგობრები. დაივიწყე საერთოდ რომ კეთილი ვარ. ვიდეოს რაღაც პრობლემა შეექმნა. აქ რაღაც რიგზე ვერ არის. კიტი, შენ ნაყინის და მეგობრების გარეშე დარჩი. თქვენ თვითონ საშინაო დავალებას დარჩა შესასრულებელი. კარგი, კიტი, გადი გარეთ და დაითვალე, სანამ ჩვენ დავიმალებით. ჩვენ ისევ შევხვდებით და ახლა პირველს შენ გიპოვი. თურქულ სერიალს გავს. გამომაგდეს, მე ახლა ჭიშკართან მდგავარ. არ ვითვლი, რადგან თვალით ხვდები, როდის დაიმალებიან. მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ. ასე რომ მათ ახლა მოვძებნით. მეგობრებო, დრო იწურება და დასამალად მოვედი. ძალიან მაგარი ადგილი მაქვს მომფიქრებული. კიტი, გამდულად ვერ მიპოვის. მორჩა, გავიკეცი. პირველი რაუნდის ბოლოს მე მიპოვეს. ახლა კი ისეთი ადგილი ვიპოვე. ისეთი მაგარი ადგილია. თქვენ ხომ მიცით, სადაც ცხოვრობს ჰარი პოტერი? დაწერეთ კომენტარებში. პირველ რაუნდში მე მიპოვეს, ასე რომ დავალებას მე არ გავაკეთებ. გარეთ უკვე დავიმალე. კარგი, ამიტომ ახლა სახლში დავრჩები. მაქსიმი, ის მაქსიმია. რაღაცას იქ ლაპარაკობს. მან საერთოდ არის ის რომ უსმენთ. ო, ჯანდაბა, ვერაფერი გავიგე. კიტი, ნუ უსმენ. სასეირნო გამიშვეს, მეგობრებო, რადგან ყველას გონია რომ ბუსმენ. ოდნა მე ვსეირნობ აქ. და აი? ვსეირნობ. ზუსტად ვიცი ადგილი, სადაც არ მომძებნიან. გასულ წელს იქ ერთი მონაწილე იმალებოდა. კომენტარებში გამოიცანეთ, ვინ იყო ეს მონაწილე. ეს ადგილია. მორჩა. საშიშია ასეთი დამალული ადგილი რომაა. კარგი მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო. რა თქმა უნდა კომენტარებში არ დაგავიწყდეთ ჩემი მხარდაჭერა. წინა რაუნდში ჯინი იმალებოდა მანქანაში, მაგრამ იგი ადვილად ვიპოვეთ. ახლა კი მე მინდა რომ უფრო დიდ მანქანაში დავიმალო. უბრალოდ აქ მე ბლედს გადავიფარებ, რომ ფანჯრიდანაც არ გამოვჩდე და ვერავინ ვერ დამინახოს. ამიტომ უბრალოდ ბლედს დავკეცავ და თითქოს ბლედით არის რაღაც დამანული აქ. მე მგონია რომ მაგარი იდეაა. ეს ძალიან დაძაბული რაუნდი იქნება. რას ფიქრობთ, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს ამ რაუნდში? გთხოვთ თქვენი ვარაუდები კომენტარებში დაწერეთ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ვინ მოიგებს ამ რაუნდს. იმედი მაქვს რომ მე მოვიგებ. ნახვამდის ყველას. მე აქ პუბში დავიმალე. პირველს მე ნამდვილად ვერ ვიპოვიან. მეგობრებო, სუპერ ადგილი ვიპოვე ჩემთვის. აქ ვერ მიპოვიან. აქ ჯერ არავინ დამალულა. სახლში კი დამალულან, მაგრამ ამ ადგილას არა. არც კი უფიქრიათ. მე ვარ პირველი, ვინც აქ დაიმალება. ისინი ვერ მიპოვიან. მორჩა, სასეირნოდ ვიყავი. ფიქრობ ბავშვები უკვე დაიმალდნენ. და ამიტომ მოვიდა მათი ძებნის დრო. წავიდეთ. იქ. კარგი. ო, ჩვენი მებაღე. ო, მირბის. ვაღიარებ. სინამდვილეში არც ისე ადვილია ეს ყველაფერი როგორც ჩანს. აქ რილაცა. როგორი რბილი პუპია. გამოდი გარეთ. როგორ? ხო, როგორ ჩაძვერი, ისე გამოძვერი აქედან. როგორ? კიტი, დარწმუნებული ვარ, რომ მიყურებოდი.
მოიცა. ჯინი, ახვევე გამოგიყვან. მეთკინა. ოდნავ, მაგრამ არა უშავს. ეს უსამართლობაა. შენმე დამინახე. მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ, რომ კიტი გვიყურებდა. ჩემი ბრალი არ არისო, ცუდად იმალებით, მაგრამ მე უბრალოდ ოსტატი ვარ. ოპა, ეს აქ არ იყო. რა არის? ვინმე კიდევ იმალება აქ? კუკუ. დაგიჭირე, ჯანდაბა, არავინ იმალება. ეს მახია, ხაფანგების დამიგეს. რა თქმა უნდა. ალბათ ნაძვის ხეების უკან აღარავინ იმალება. თუ იმალება? არ ვიცი. თქვი. დამანებე თავი. ეს პიანური დასამალია. ყველაფერი როგორც იყო, ისე დარჩა. ნაძვის ხეების უკან თითქოს სიცარიელია. სინამდვილეში დასამალი ადგილი დიდად არ არის, რადგან აქ უკვე იმალებოდნენ. ამიტომ არ ამგონია, რომ აქ ისევ დაიმალოს ვიღაც. დაი, ჩვენი მაგარი. ამბელიჩკა. გამოდი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მეორე ვარ. კიტისგან განსხვავებით საშინაო დავალებას არ გავაკეთებ. ჩვენ ასე არ შევთანხმებულ ვართ. ასე რომ კიტი, ბეტი თქვა რომ ნაყინზე არ შევთანხმებულ ვართ. ასე რომ საშინაო დავალებაზეც არავის შეთანხმებულა. გასაგებია? მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში რომ ეს ყველაფერი უსამართლობაა. ზუსტად ახლა ვიღაც იპოვეს. ძალიან საშიშია, მეგობრებო. შიგნით შევიდეთ. თქვენ არ იცით ისინი სად იმალებიან, ხო? დიახ, მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ ყველაფერი იცით. ჩვენ არ ვიცით. იცით. ჩვენ საერთოდ არაფერი არ ვიცით. სამნი იყვნენ, სამნი მეძებდნენ ერთად, სამი ერთდროულად და ვერ დამინახეს? მე შოკირებული ვარ. თანაც მეხმარება თქვენი გულშემატკივრობა, მეგობრებო. ასე რომ არ დაგავიწყდეთ კარგი კომენტარების დაწერა. ვიგულშემატკივრეთ ჩვენ. მე რა თქმა უნდა, ამ კონკურსის მე გავიმარჯვებ. ვინ გამოიცანით ახლა სად მიმალები? დადადამ. ეს ადგილი კიბის ქვეშაა. ვინც გამოიცანით, კომენტარებში დაწერეთ. მოკლედ, ბავშვებო, ახლა ხან დავინახეთ, როგორ გაიარა კიტი ფანჯარასთან. მორჩა, ის უკვე სახლში შემოდის. ამიტომ ძალიან შუმად უნდა ვიყო. კარგი. აბა რა ხდება აქ? საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბიჭებს პირველებს იპოვნიდნენ. ყველა შემთხვევაში ოფისში შევიხედოთ. კი, აქ ჯერ კიდევ არის რაღაცეები. მეგობრებო, მათი ხმა მესმის. ისინი სახლში შემოვიდნენ. ისინი აქ არიან, მეგობრებო. კარგი, აბა წავიდეთ კაბინეტში შევიხედოთ. ოპს! შეგეძლო უკეთესი ადგილი აგერჩია, მაქსიმ. საშინელებაა ეს ადგილი. სამაგიეროდ პირველი არ ვარ. ძალიან ცუდი ადგილი იყო. ყველაზე ცუდი ამ თამაშში. იქნებ ვიღაც ისევ ფარდის უკან იმალება? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ უნდა შევიდეთ. არ გვინდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია. გამარჯობა. გამბოდი. იმედია, ბოლო მე ვარ. არა. ბოლო არ ხარ. გაიგმარჯვა ლეო. ლეოს ვეძებთ. ყველა შემთხვევაში ის სადღაც მეორე სართულზე იმალება. რა თქმა უნდა, მანდ. წავიდეთ. არ ვიცი. წამო. საით? მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ მატყუებთ და ის მეორე სართულზე არაა. კიტი, შენ ჩვენი არ გჯერა. ის მართლა მეორე სართულზე იმალება. კარადაში. ჩუმად. კიტი, შენ ჩვენ არ გვიჯერებ. ჩუმად. და ის ალბათ პირველ სართულზეა. კიტი, კი, ახლავე. აბა, ნებდები? თქვენ მაგარი ადგილებში არ იმალებით და ეს თქვენი პრობლემაა. რადგან ეს მართლაც ძალიან მაგარი ადგილია. ჩვენ დავინახეთ, როგორ კარგად შეამოწმე ის. მადლობა. ჯანდაბა, იქნებ ლევო ისევ ნაძვის ხეს უკანა? კარგი, ჩემი აზრით ის საერთოდ მეორე სართულზეა. არა, მეორე სართულზე არ არის. მეორეზე იქნებ ჭურჭლის სარეც მანქანასთან დაახლოს დაიმალა? კარგი, კი, მეორე სართულზეა. ლეოს უბრალოდ საერთოდ არ შეუძლია ფიქრი. ლეო იპოვე, იქ არ არის. ლეო, მათ არ უნდა საუბარი, გესმის? მე არ ვიცი ლეო სად არის. ის საერთოდ ჭერზე არის დამალული. სიმართლე გითხრათ, ერთი წამით დავიჯერე. კარადაშია, გეუბნები, ის მადლა არის დამალული.
არა, აქაც არ არის. ჯანდაბა, ლეო, კარგად დამალულა. ის სხვენშია. ჯანდაბა, ლეო, კარგად დამალულა. თხოვოთ, მინიშნება მომეცით. მითხარით. მე ნუ მიყურეთ, მე მეგობრებს არ გავცემ. მიდი რა, მითხარე. მე საერთოდ არ ვიცი, იგი სად არის. ვიცი რომ იცი. მიდი, მე მითხარი. ჩემს მეგობარს არ გავცემ. შენ იცი ეს და საერთოდ არ ვეტყვი კიდეს. ვიცი სადაც იქნება. არ ჭირდება. ახლა თავად ვიპოვე. მე ჩემ მეგობარს არ გავცემ. კარგი, ვიცი სადაც არის, მაგრამ არ გეტყვი. კარგი, 1 წუთის და ლეო უკვე ნაპოვნი იქნება. აქ დარჩი, დაგველოდე. გარეთ არავის დაველოდები. ფრიმს და არაფერი მაქვს საქმე. ფარნულში წავიდეთ. ჯანდაბა, რა ზეიცინი? ჯობდა განხوارებოდი. როგორც იქნა ჩვენი ვიპოვეთ. ბერტა, დაიჭირე, შერდი შიგნით, სწრაფად, შერჭამე. როგორც ირკვევა, შემდეგი ჯინი იქნება, რომელიც მოგძებნის. ვაშა! მე არ გამიცემი ხარ. მე გამამწერებს უთხარი რომ მე გავიმარჯვებდი. და ბეტიმ ლეო იპოვა. მანის დაწვა. ისე რომ იცოდეთ ის მე ვიპოვე. კარგი, შენ ლეო იპოვე. ლეო, შენ დაგწვეს. მე მაინც გავიმარჯვე. კარგი, მეგობრებო, მე მოგძებნით და თქვენ დაიმალეთ. 5 წუთი გექნებათ დრო. დრო ჩაირთო. სულ ესაა, მეგობრებო, ჩემთვის შესანიშნავი ადგილი ვიპოვე, სადაც ნივთებია, იქ დავიმალები. ჩემზე ბევრი ნივთები ეწყობა და ვერავინ დამინახავს. კარგი, რაუნდი უკვე დაიწყო, მაგრამ ძალიან მინდა საპირფარეშოში. ახლა გავიქცევი და მერე დავიმალები. ჰეი, კიდი წადი, აქ მე ვიმალები. შენ ბიში არა, საპირფარეშოში. გადი გარეთ ბუჩქის ქვეშ ან ნაძვის ხის ქვეშ. იქაც შეგიძლია რომ ტუალეტში შეხვიდე. მან გონი სულმცად გააფრინგა. კიდევ მე გავგიჟდი? იცოდე გაგცემ ამ რაუნდში. კარგი, როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი ადგილი მოვიფიქრე. და ეს ადგილი ფარდულშია. თქვენ ხომ იცით რომ ფარდულს ფეხები აქვს? უკვე ნახეთ არა? ასე რომ მოვიფიქრე რომ ასეთ რაღაცას ჩავისვამდი. ეს მამა ჩემის არის, რომელიც ვიპოვე. არა მგონია წინა უნდა გიყოს. არ გაბრაზდება. ისე დავიფარებ, რომ სახე საერთოდ არ გამომიჩნდეს. ფეხებსაც ისე დავაწყობ, თითქოს ტანის ზემოთ იყოს. და დანარჩენი მანდეკენის გაგზელება იქნება. ამას ვერავის შეამცევს და მე გავიმარჯვებ. აი ნახავთ. ჩემი აზრით, სახლში მხოლოდ ლუზერები იმალებიან. იქ უკვე რამდენჯერმე მიპოვეს, ამიტომ დღეს ვერანდაზე დავიმალები. დავიმალები? აი, სწორედ აქ. აქ ჩვენი ბეტი იმალება. გინდა დაგეხმარო? კი. აქ დაჯექი. მოკლედ, ადგილი გააქვს რომ ისუნთქო? კი. ახლა პალიშებს მოვაშორებთ. აი, ასე. ჩიკ-ჩიკ. მორჩა, გავიკეცით, მეც უნდა დავიმალო. კარგი, ჩვენ ძალიან მაგარი ადგილი გვაქვს. აი ისიც, აქ დამალვა არავის უფიქრია. აქ ნამდვილად ვერ მიპოვიან. ნახვამდის. ეს ალბათ ყველაზე მაგარი ადგილია. ფარდის უკან ადგილსაც გიჯობია. მე ის ძალიან მომწონს. მართალია ცოტა საშიშია. იქნება გობობებია? კარგი, არა უშავს. ლეო საერთოდ სადიმალებოდა. მე უკვე დავიმალე, მეგობრებო. დარწმუნებულია რომ ჯინი ბოლოს მე მიპოვის. პირველს კი მაქს. კარგი, დრო გავიდა და მოვდივარ მოსაძებნად. მაშასე. დავიწყოთ. ალბათ ქუჩიდან არა. ვერანდაზე გავიდეთ. ნაძვის ხეების უკან არავინაა. ვიყავს აქ? ლეო, გამარჯობა. ვერ შევძელი, პირველმა მეწავაგე. შენი თეთრი ფეხსაცმელი ჩანდა, ლეო. გამოდი, ლეო, გამოდი. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ბეტიმ გამოდი დაგწვა. ახლა მაკედან. ამ რაღაც შემთხვევაშიც ასე იყო? რა ხდება აქ საერთოდ? ახლა კი ვნახოთ. ვიყავს აქ? გამარჯობა, ბეტი. ვაიმე.
იმედია ბოლო მე ვარ არა? არა, მეოთხე ხარ. არა უშავს ბეტი. შეგიძლია რომ მოცნება გააგრძელო. მას დაგვაქვს აქ? ვინმე არის აქ? არა. ის ვერასდროს მოიფიქრებს რომ მე საციოს ზემოთ. ვერასდროს. ღერც კი გამოიცნობს რომ მე აქ შეიძლება ვიყო. წავიდა. კარგი, მანქანისკენ წავიდეთ. კიტი სად არის? აქ ვიღაც უნდა იყოს დამალული. მოდით აქ ვნახოთ. რას გამებია ესენი? მეჩვენება რომ მიქ არის ის. კი, გამარჯობა. გამოდი გარეთ. ვერ მოვასწარი დამალვა. თავიდან საერთოდ ვერ შევამსნიე. მეც ვერა. ეს ბეტის დამსახურებაა. ღმერთო ჩემო, შემეშინდა. მაინც გიპოვეს. აქ არავინა. მოდით გავაგრძელოთ ცებნა. წამოდით გოგუებო. საბაგულში არავინაა? არ არის. ახალ სახლში წავიდეთ. გავიქეცით. კარგი. მას ფსონი დავდოთ. ვინ მოიგებს? მე მგონია რომ მაქსი მოიგებს. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრით ვინ გაიმარჯვებს. მოკლედ აქ რა გვაქვს? ვინ იმალება თურმე აქ? მე საპირფარეშო სიხვის ჭუკი ვარ. მინდა გიხარ რომ დიმის ქვეშ უნდა შეიხედო. რადგან მგონია რომ იქ ვიღაც იქნება. აქ არავინაა. ან იქნებ მისაღები ოთახის დიმის ქვეშა? რადგან გავიგე რომ იქ ვიღაც იყო. განსაკუთრებით იმიტომ მგონია ასე, რომ კიტის დიმის ქვეშ დამალვა უნდოდა. ზუსტად გავიგე როგორ ლაპარაკობდა, რომ მას დიმის ქვეშ დამალვა სურდა. აუცილებლად შეამოწმე. იქ ვიღაცა იქნება. უბრალოდ შეხედე. იქნებ მართა იქ იმალება. გააღე დივანი ჯინი. მართა დივანშია დამალული. იტყუება. არაა მართალი. გამიჯერე ჯინი ის ნამდვილად აქ იმალება. არაა მართალი. მოდი შევამოწმოთ. მან მითხრა რომ დივანში დაიმალა. აბა შეხედეთ ამ ხელადი აქ ვერავინ დაიმალებოდა, რადგან გაიწყლიტებოდა. იქნებ ამ ნაწილშია? აქ დინის სამი ნაწილია. კარგი რა, ამელია. აქ დინის სამი ნაწილია. მეგობრებო, წამოდით. მეორე საფთულზე ავიდეთ. ამელიას ნუ მოусმენთ. რა თქმა უნდა, აბაზანაში. კარგი, ახლა საძინებლში წავიდეთ. აქაც არავინაა. ვერ ჩაეტეოდა. გეუბნები, დივანშია. ჩემი ხათრით, მეგობრობის ხათრით. ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვართ. ის სახურავზეა. მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ, სად არის კიტი? ჯინი, დივანში შეამოწმე. იქა, აუცილებლად. აქ დივნის კიდევ ერთი ნაწილია. ანდელკა, გარეთ გავიდეთ. არა მგონია აქ იყოს. შეხედე, აქ დივნის კიდევ ერთი ნაწილია. კარგი. მე რეინანებ, კარგი. მე რეიტყვი. ამელია მითხრა, მაგრამ არ დავიჯერე. იქ უბრალოდ ვერ იქნება. დიახ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რომელიღაც მაღაროში ვარ. ხვდები რომ მალე ვერ მიპოვნიან. და ალბათ დიდი ხანი მომიწერს აქ ყოფნა. თუ რა თქმა უნდა, ჯინის არ ეტყვიან თუ სად უნდა მომძებნოს. იმედია ვერ მიპოვის. კარგი, მოიცა. იქ არავინაა, ასე რომ ალბათ ქუჩაშია. მისი ფეხსაცმელების აქ არის. აქ შევამოწმეთ? იქ ვერ ჩაეტეოდა. კარგი რა, აქ ხომ უბრალოდ ვერ ჩაეტეოდა. შეხედე. მიჩაეტევა აქ, თუ ეს მე არ ვიქნები. კარგი, წავიდეთ. დარწმუნებული ხარ რომ ფარდულში არავინაა? კი. კარგი, კიტი. გონია რომ ის ეზოს ბახშია. აქ ხომა შეიძლება იყოს? არაა მართალი. იტყუები. და სად არის ის? კიტი. იქ ხომ არ შეიძლება რომ იმალებოდეს? არასწორ ადგილას მეძებთ, მეგობრებო. ისინი გაუგდებიან, როდესაც ნახავენ თუ საიდან ამოვალ. თქვენ არ გაუგდებოდით? მე თვითონ გაუგდებული დავრჩებოდი. უთებზე ეჭვი არ მიგაქვს?
შეხედე ლეოს, ის ამბობს, რომ კიტი ზეზის. ლეო, ადექი, არა, ის ჩატია, კიტი იქ არ არის. გარანტიას გაძლევ, რომ მას ცხოვრებაში ვერ ვიპოვით. კარგად შეამოწმეთ აქაურობა? რაღაც ზიგზი არ მეჩვენება. არა, მე ხომ აქ ვიყავი. მომეჩვენა, რომ აქ დასამარი ადგილი შეიძლება ყოფილიყო. კარგი, არა, კიტის დავინახავდი. მოდი, ნახოთ. ნუ თუ შეეძლო რომ აქ დამანური იყო? არა, აქ ცივა, ჯანდაბა, ეს ხომ მაგარი ადგილია. კიტი, ვნებდებით, გამოდი. არა, შენ არ ვნებდებით. ისინი იქ კამათობდნენ, დანებებული მან თუ არა და არ დალებდნენ. შანსი არ აქვთ. აჯობერდა რომ დანებებულიყვნენ. არ ნებდებიან. მაგრამ მე მათ ურჩევ რომ დანებდნენ, აზრი არ აქვს. მე იქ ვიმალებოდი. მეგობრებო, მინიშნება მოგვეცით. სად არის კიტი? ბერტა, მოდი დაგვეხმარე. იქნებ სახლის სახურავზეა? და სად შეიძლება იყოს? იქნებ მაცივარშია სამზარეულოში. კარგი, იქნებ გადატელეპორტებდა. სახლში წავიდეთ? ხო, ჯობია მიხვეძებოთ. იქ ეზოში ბავშვები დადიან და იქნებ იციან სად უნდა წავიდეთ და შევამოწმოთ, კიტი. ღმერთო ჩემო, არ ვიცი. მე მომეჩვენა რომ აქ რაღაც გამოძრავდა. მეგობრებო, ახლა გავალ, ფანარიც მალე ჩაკრება, 19%-ია დარჩენილი. ისინი მე ვერ მიპოვიან. საერთოდ არ იციან თუ სად ვარ. ეს გამარჯვებაა. იქნებ ბუჩქების შიგნით, ა? იქნებ ბავშვია? კიტი. კიტი, თუ შენ გვისმენ, გამოდი და მთელი კვირის განმავლობაში სასუსტმოებს გაგიზიარებ. აი ნახავ. გამოდი და ჩემს ბლუზას მოგცემ, რომელიც შენ ასე ძალიან გინდოდა. კიტი, გამოდი და ჩემს ბლუზას მოგცემ, რომელიც შენ ასე ძალიან გინდოდა. ის მოხრილად რატომ დგას? იქნებ იქ არის? მოდი შევამოწმოთ. რატომ არის ეს ასე? მე მგონი აქ უნდა შევამოწმოთ. მოდით ნახოთ. კიტი. აჰაჰა, რანაირად? გამარჯობა კიტი. თქვენ გითხეს რომ აქ ვიყავი? კი, ჩვენ გვითხრეს. ვინ? ლეო, უბრალოდ თქვა რომ ეს მოხრილად იდგა. არა, კიტი, გთხოვ, არ დამარტყა. ასე რომ ბოლო რაუნდში მე გავიმარჯვე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ რაუნდში ყველაზე ცუდი შედეგი მქონდა. ასე რომ საბოლოოდ მაინც გავიმარჯვე. მაგრამ მესმოდა რომ ვიღაცამ რაღაც ტკბილეულობებზე და ვუზებზე თქვა რაღაც. შემახსენეთ რომელი იყავით? მე არაფერი მithქვამს. ჯინი მithქვა. შეიძლება, რა თქმა უნდა მომესმა. კიდევ ვიღაცამ რაღაც საშინაო დავალების დაწერაზე თქვა რაღაც. კი, ლეოა. ლეო თქვა 100%-ით. კი, ლეო იყო. და თქვენ დანებება გინდოდათ. აღიარეთ რომ მაგარი ადგილი მქონდა. თქვენ ვერ მithქვამთ. ეს გასაოცარი ადგილი იყო. ეს ნამდვილად გასაოცარი ადგილი იყო. კი, ეს მაგარი ადგილია, მაგრამ საშიშია. მაგრამ გარიშგვაც ღირდა, რადგან ვერ მიპოვეთ. მაშასე, მეგობრებო, ჩვენ დღეისთვის დავასრულებთ. თქვენ კომენტარებში დაწერეთ, ვისი ადგილი მოგეწონათ ყველაზე მეტად. ასევე მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ხოლო ჩვენ ყველანი ერთად წავთ ნაკინის საჭმელად. რაც შეეხება ლეოს ნამარხს, ისინი საშინაო დავალებას შეასრულებენ. არა.